შუადღე მშვიდობისა მეგობრებო, კვლავ მოგესალმებით. შუადღე რა დროს შუადღეა, დილა მშვიდობისა უნდა მეთქვა. უკვე იმდენი ხანია რომ ავდექი, რომ შუადღე მგონია. მოგნიშნავთ ყველას. ეხლა გამომიგზავნეს აი ეს ვიდეოს ლინკი. ესე იგი მაგდალინელის სირცხვილისაგან დახსნილი არის ფილმი, რომელიც იწყება ამ ტექსტით, მეგობრებო. წარმოდგენილი ფილმი თვითმხილველთა გადმოცემის მიხედვით შეიქმნა და საფუძვლად მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანეს სახარებები უდევს. და ფილმის სათაური არის მაგდალინელის სირცხვილისგან დახსნილი. მაგდალინელის სირცხვილისგან დახსნილი. ვიცი რომ 99% იმ ვიდეოებს, რომელიც ჩემი ვიდეოებია, 1200 ვიდეომდე მაქვს უკვე YouTube კანალზე ჩაწერილი. 30 წამზე მეც ვერ უყურებს, მაგრამ ვინც უყურებს, იმას ძალიან მოსწონს. მე ამ ვიდეოს შენთვის არ ვწერ, ვინც არ უყურებს, მე ვწერ ამ ვიდეოს იმისთვის, ვინც უყურებს და მოსწონს ჩემი ვიდეოები. ადამიანი, რომელიც გამოფხიზლების გზაზეა და ადამიანი, რომელიც შეშმარიტებას ეძებს ამ ადამიანებისთვის, შენი მომავლისთვის, შენი შვილებისთვის, შენი შვილებისთვის წერმე ამ ვიდეოს, შენთვის არა. ვინც არ იცით, მეგობრებო, მაგდალინელი იყო ქრისტეს, იესო ქრისტეს პირველი მოწაფე, უპირველესი მოწაფე. მაგდალინელი იყო იესო ქრისტეს ცოლი, მეგობრებო. მაგდალინელი იყო ის ადამიანი, რომლისგანაც იესო ქრისტე ძალიან ბევრ სარგებელს იღებდა. მაგდალინელი იყო ის ადამიანი, რომელიც ყველა წერილს იცნობდა და მაგდალინელი იყო ის ადამიანი, რომელსაც საერთოდ კაცი არ გაკარებია, მანამ ქრისტე არ გაიცნო. სამწუხაროდ ეს ამბავი ამოაყირავა მე-16 თუ რომელიღაც საუკუნეში პაპსტ გრეგორმა, რომელიღაცა პაპსტმა, რომელსაც საერთოდ წერა-კითხვა და ლათინური საერთოდ არ ესმოდა და მარია მაგდალინელზე, როდესაც კითხულობდა და მარიას სახელს კითხულობდა, აი ეს სულ ცოტა ხუთი მარიამი, რომელიც ქრისტესთან დაყვებოდა, გააერთიანა, ერთ ქვაბში მოხარშა და მარია მაგდალინელს მიაწერა. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, მარია მაგდალინელი შეირაცხა როგორც მრუში, საცოდავი, დემონებით შეპყრობილი, შვიდგზის განკურნებული ქალი, რომელსაც აბსოლუტურად არანაირი მინუსი არ ქონდა მანამდე, სანამ ქრისტე არ ნახა. და არც მერე. მიუხედავად ამისა, მეგობრებო, მარია მაგდალინელი რამდენიმე საუკუნე იყო ასე შერაცხული მრუშად და მე-19 საუკუნის დასაწყისში რომელიღაცა პაპსტმა ეს საკითხები გამოიძია და ნახა რომ აი იმ პაპსტმა, რომელსაც მარია მაგდალინელის სახელი შეულახა, ეს იყო მიზანმიმართული მიზანმიმართული ქალების დამცირებისთვის და ჩაასწორა ეს ყველაფერი, მეგობრებო, და აი ამ პაპსტმა მარია მაგდალინელი მოციქულთა მოციქულწორად აღიარა. ანუ მოციქულთა მოციქულწორად აღიარება ეს იმას ნიშნავს, რომ ეს იყო იესო ქრისტეს რჩეულთა შორის რჩეული, რომელიც იყო ქრისტეს ცოლი და ჰყავდათ 2 შვილი, რომელი შვილებიც შემდეგ დედამისთან ერთად მიდიან იტალიაში და კურნავენ ხალხს, მოაქცევენ იტალიას, საფრანგეთს მიმდებარე ტერიტორიებს და ლაზარესთან, მარიამთან და მართასთან ერთად ცხოვრობენ გამოქვაბულში, ძალიან მოკრძალებულად, ასკეტურად და ასე შემდეგ. მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი პროპაგანდა უკეთდება მარია მაგდალინელის სახელის შერცხვენას და მის მრუშობისგან განკურნებას. რაც ძალიან ტყუილია და აი ეს ფილმი, რომელიც ახლა როგორც ჩანს გადაიღეს და გადაღებულია უკვე დიდი ხნის არის, თუ რა ვიცი, არის უკვე სათაურში არის შეცდომა სირცხვილისაგან გადახსნილიო. აი ამ ფილმს, მეგობრებო, არც ვუყურებ მე.
ბოდიშით რომ ამას გეუბნებით, ვინც გამომიგზავნეთ ეს ლინკი. იმიტომ რომ მარია მაგდალინელი არასდროს არ ყოფილა დარწმუნებული, ის არის ძალიან ძლიერი ქალბატონი, ის არის ქალბატონი, რომელმაც ქრისტეს ყველაზე პირველი სიყვარული დაიმსახურა, რომელმაც ქრისტეს ცოლობა დაიმსახურა, რომელმაც ქრისტეს ორი შვილი აჩუქა და არ მითხრათ ახლა რომ ქრისტე იყო უკაცრავად ამ პირდაპირ გეტყვით, აი ესე მოგაჯახებთ, რომ არ გიყვართ თქვენ ძალიან, მაგრამ ისინი ხო გიყვართ, რასაც გაჯახებენ ხოლმე ტყუილს, რომ შემოგაპარებენ და შემოგასრიალებენ ხოლმე. ქრისტე არ იყო მძრეველი, მეგობრებო, ქრისტე იყო ძალიან ჩვეულებრივი კაცის ძე და ღმერთკაცი, რა თქმა უნდა, ღმერთკაცები ვართ ყველა. და ქრისტე ასწავლიდა ადამიანებს ადამიანობას და არა სიდებილეებს, რომელსაც ჩვენ გვასწავლიან, რომ ქრისტეს ვითომ ცოლი არ ყავდა. და ქრისტე იმისათვის არ მოსულა, რომ ცოლი ყოლოდა. ქრისტე, მეგობრებო, მოვიდა პირველ რიგში პირველ საუკუნეში, როდესაც ის მივიდა მაგდალინელის მამასთან და რომელიც მოწაფე გახდა ქრისტესი, მას ხელის თხოვა მაგდალინელის. რა თქმა უნდა, ისეთ ფორმაში არა, როგორც მაშინ ხდებოდა ხელის თხოვნა, მაგრამ რადგან ქრისტე უკვე ყველაფერს რეფორმირებდა და აბსოლუტურად ცვლიდა, მაგდალინელის მამა იყო პირველი, რომელიც ქრისტეს უგებს, მას მისცემს თავის ქალიშვილს, გააყოლებს თავის ქალიშვილს, ისე რომ არანაირი ხელის მოწერა იქ არ ყოფილა, არანაირი გათხოვება და მსგავსი რიტუალების ჩატარება და ბეჭდების გაცვლა, არამედ ჩვეულებრივი წესით, რომელიც წესითაც ქრისტე ამბობს, რომ ზეცად არ არიან ანგელოზები, არ ქორწინდებიან, იქ უკვე არის ისინი უკვე ქორწინებაში არიან, ანუ ანგელოზები აღარ იწერენ ჯვარს, არ ქორწინებიან, ისინი უკვე დაქორწინებული არიან, ამბობს ქრისტე ზეცაში. ზეცაში კი არ ამბობს, ზეცაში არიან დაქორწინებული უკვე, აღარ სჭირდებათ მათ კიდევ ერთხელ ქორწილი და ბეჭდების შეყრა გამოყრა. ამიტომ ქრისტე მაგდალინელთან ერთად იწყებს უკვე თავის მოწაფეების შეგროვებას და შემდეგ ირჩევს იმ დანარჩენ პირებს, რომლებიც იმ ტერიტორიაზე ქრისტეს თვალში მოხდება, თვალში და გულში. მაგდალინელი არასდროს არ ყოფილა, მეგობრებო, არც მრუში, არც უტვინო, არც შეპყრობილი, არც დემონიზირებული, უბრალოდ მაგდალინას ჰქონდა ასეთი განცდები, რომ მას არავის გაგება მისთვის არავის გაგება არ შეეძლო, რამე თუ ის უკვე ქრისტეს ცნობიერებაში იყო, იესოს ცნობიერებაში იყო და აი გამოჩნდა მისი ხსნელიც, როდესაც გამოევლინება იესო მისი გულის სწორი, თვალის სწორი, კბილის სწორი. ამიტომ მაგდალინელი დეპრესიიდან გამოდის, რამე თუ როდესაც სული არის ზედა სფეროში და რომელიც სულიც მარტოა და ვერ პოულობს თავის ნაირებს, ის ძალიან იჩაგრება, იჯაბნება, რომელსაც შემდეგ ეს შიზოფრენი ფსიქოლოგები დეპრესიას უწოდებენ და ზოგიერთ ჩვეულებრივ მდგომარეობას უწოდებენ და ბუნებრივ მდგომარეობას ამა თუ იმ სახელს არ ქმნიან და ხალხს აჯერებენ, რომ ეს გჭირს, ის გჭირს და დალია წავლები. არა, მეგობრებო, ძალიან გთხოვთ რა, ძალიან გთხოვთ, გამოდით ამ ძველი სისტემებიდან. ძალიან მოძველებულია, ძალიან არა ეფექტურია ეს სისტემები. ჩვენ ხედავთ მაგ სისტემებმა რა მოიტანა, ჩვენ ხედავთ რამხელა მკვლელობები, აურზაური, რამხელა საშინელებები მოიტანა ამ რა ქვია მაგას სისტემებმა და ცოტა მოდით გონს და ცოტა კი არა და სერიოზულად მოდით გონს და დაფიქრდით იმას, თუ რას ამბობდა ქრისტე, რა გააკეთა რეალურად ქრისტემ. მძრეველებად ჩამოაყალიბეს, სრულიად ბერები, იცით თქვენ? თუ მძრეველებად არა, მამათმავლებად ჩამოაყალიბეს ბერები, ვითომ ქრისტეს შეწირულები. მეგობრო, აზრზე მოდით, გონს მოდით, რა ხდება რა. მე რო არ გითხრათ, თქვენ მოდით გონს რა და მე რომც გითხრათ, ხო? თქვენ ნუ ხართ ჩუმად, ამოიღეთ ხმა. თქვენ რა განა ვერ ხედავთ? მე არ ამგონია, რომ ესეთი დაბნელებული ხალხი იყოთ, ყველაფერს კარგად ხედავთ, თუ საჭიროა, მაგრამ ასეთ რაღაცებს ვერ ხედავთ. ძალიან კარგად ხედავთ, მაგრამ ვაი რომ თქვენ საცოდავებს გიჭირთ ამის აღიარება, ხმამაღლა, რამე თუ შიში გჯავნით. მაგდალინელი უერთდება ქრისტეს
და ისინი ერთად დადიან, ერთად კურნავენ ხალხს და ერთიანი ძალებით ისინი ასწავლიან კაცობრიობას. და თუ თქვენ სხვანაირად მოგიყვნენ, აი თქვენს პატრონს. და თქვენ დაიჯერეთ? და თქვენ დაიჯერეთ, რომ 33 წლის კაცი ისე ცხოვრობდა, რომ ქალი არ უნდოდა? თქვენ ეს დაიჯერეთ? ის ღმერთკაცი იყო, ჩვენც ღმერთები ვართ და გითხრა ქრისტემ რა ჩვენ არა გვაქვს ხორციელი მოთხოვნილებები და ხორციელი მოთხოვნილებები არ ნიშნავს მრუშობას. როგორც თქვენ გაჯერებენ, ხორციელი მოთხოვნილებები თქვენს მეორე ნახევართან ერთად არის ღვთიური და არა მრუშობა. თქვენ რა გონიათ, როდესაც ქმარი ცოლს შეირთავს ის მრუშობს? კი, მრუშობს თუ კი ის ანგარებით შეირთო, ან გათხოვდა. ის მრუშობს, მაგრამ როდესაც ორი ნახევარი ერთმანეთს იპოვის და ისინი ხორციელად ერთად არიან, როგორც სულიერად ისე მენტალურად თქვენ გონიათ, რომ ისინი მრუშობენ ან რამე არასწორს ჩადიან? ან ქრისტეს ანრისხებენ? თქვენ თუ ასე ფიქრობთ, მეგობრებო, კარგად იყავით მაშინ. მაშინ მე რაც არ უნდა გესაუბროთ, თქვენ მაინც ისე იფიქრებთ, როგორც თქვენ გინდათ, რომ იფიქროთ, ან როგორც უკვე ჩამოგქნეს, მოგაქციეს ჩარჩოში და პირში ჩაგიდეს ფაფა და დაარქვეს ამას იესო ქრისტეს სისხლი და ხორცი. ქრისტეს ფაფა არავისთვის არ ჩაუდია პირში. და არც მაგდალინელს. მიუხედავად იმისა, რომ მაგდალინელის აზიარებდა ხალხს და ქრისტეც. არასდროს არ აუღია კოვზი ხელში მაგდალინას არც ქრისტეს და პირში არ ჩაუთხრია ხალხისთვის, რომ ახლა ეზიარეთ. არა, მან პური გაუტეხა და მან მიაწოდა ფიალა. არავისთვის კოვზით პირში საჭმელი არ ჩაუდია არც ქრისტეს და არც მაგდალინელს. თუმცა ამას დღეს რასაც ხდება, ქრისტეს საქციელებს არ ქმევენ, ქრისტესთვის ზიარებას არ ქმევენ და მაგდალინელი მრუშად შერაცხეს და თქვენ ეს დღემდე გჯერათ, გადაიღეს ფილმები, გადაიღეს რეკლამები ამის შესახებ და თანაც წიგნები დაწერეს, რამდენად განიცდიდა მაგდალინელი თავის მრუშობას, რომელიც არასდროს ყოფილა. იცით რა ხედავ, მეგობრებო, ძალიან დიდ ცხრის ფარას, რომელიც აქეთ იქით მიეხეტება და არ იცის ვინ არის მწინამძღოლი. და წინამძღოლად დადგა მგელი, რომელიც ეუბნება, წამოდით ჩემს საძმოში, იქ თბილად იქნებით, იქ კარგად იქნებით, იქ ყველა თქვენზე იზრუნებს, როგორ მშია. დიდი მუცელი მაქვს, მაგრამ მაინც შიამ ჩემს დიდ მუცელს. ხო, როგორც ეს დღეს მღვდლები თავის ფიზიკური სახით ახდენენ თავის მხილებას. სამწუხაროა, მეგობრებო, მაგრამ იმდენად გული მერევა უკვე ყველაფერზე, რომ მე აღარ მგონია, რომ კაცობრიობა არის გადასარჩენი. არ არის გადასარჩენი კაცობრიობა. კაცობრიობა, როგორც პირდაპირ მნიშვნელობით ღმერთმა დაწყევლა, ისე როგორც იახვე ღმერთმა დაწყევლა, ილია მეორის ღმერთმა ელიახვემ, ესე კარგად დაწყევლა. როგორ მიყვარს ელიახვე. როგორ მიყვარს ილია მეორე. როგორ მიყვარს ელიახვე. რამე თუ ეს უკეთური და დებილი ბრმა მოდგმა დაწყევლა. როგორ მიყვარ ხარ ელიახვე. შენ ხომ რჩეულიერი აირჩიე ებრაელები, რომელიც ბავშვებს კლავენ. რომელიც მართალ ხალხს კლავენ, როგორ მიყვარ ხარ ელიახვე. ილია მეორემ ხომ ელიახვე გაღიარა შენ ღმერთად. ხო და ჩემი უწმინდესი დაუნეტარეს ილია მეორე, რასაც იტყვის უზენაესია, შენზე უზენაესია იახვე.
რა დებილები ყოფილხართ მაგის დედავატირე რა. მაგარი დებილი ხალხი ყოფილხართ რა. აი თქვენთვის შეეწირა ქრისტე? ბიჭო, თქვენთვის შეეწირა ქრისტე? მაგარი დებილი ხალხი ყოფილხართ მეთქი გესმით?